სურს გადაცემის ეპილოგის ნაწილში მოგიყვეთ პიროვნებაზე, რომლის დაბადების დღეს სწორედ იანვრის თვეში გახლავთ. საუბარია 20 იანვარს დაბადებულ ქართველ დიპლომატზე, გამორჩეულ ორატორზე და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრზე ევგენი გეგეჭკორზე, რომელიც 1891 წლის 20 იანვარს დაიბადა. გამჭრიახი იურისტი, ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო დიპლომატიურ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომისარიატსა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ახერხებდა და მასთან სამინისტროში პოლიტიკური გუნდის გარდა, მინდა გითხრათ, ოპოზიციონერებიც მუშაობდნენ. სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში მყოფი აგრძელებდა დიპლომატიურ საქმიანობას და აქტიურად იყო ჩაბმული ბოლშევიზმის საწინააღმდეგო ბრძოლაში. ახლობლების ცნობით და გადმოცემით ევგენი გეგეჭკორი მასონთა ლოჟის საპატიო მეორე ნომერს იკავებდა და სწორედ აი ამ მიზეზით მის დაკრძალვაზეც მე ამ ლოჟამ გვირგვინიც და ყვავილებიც გამოაგზავნა. ესეც ქართული deep state-ის ფესვები და წარსული. არაჩვეულებრივი კალენდარი და საჩუქარი მივიღეთ მულტიინდუსტრიული ჰოლდინგისგან, GIG-სგან, რომელიც საშუალებას მოგცემს მთელი წლის მანძილზე გადმოგცეთ აი ასეთი სუპერ საინტერესო ისტორიები საქართველოზე, მის წარსულზე ფიქრისთვის და მის განვითარებისთვის მუდმივ ზრუნვაზე. მინდა მადლობა უთხრა ამ საჩუქრებისთვის GIG-ს, დავით ბეჟუაშვილს, მარინა მანჯგალაძეს, გელა ბეჟუაშვილს, ყველას.